როგორც აღმოჩნდა 21 საუკუნეში პატრიოტიზმი დასჯადია. ასე ვიტყოდი. ისჯება ადამიანი, ვინც პატრიოტია, ვისაც ქვეყანა უყვარს, სამშობლო უყვარს, თვითონაც ამბობდა და როგორც დედის გადაყვარება არის შეუძლებელი, ისე სამშობლოსიო. მარინა აფციაური 7-8 დეკემბრის ღამეს დაკავებული ჟურნალისტის ნიკა კაციას დედა. მას თვეზე მეტია იმის მტკიცება უწევს, რომ მისი შვილი ციხეში ოცნების რუსულმა რეჟიმმა უსამართლოდ გამოკეტა. ნიკა კაციას დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილისთვის ხელბორკილების დადება და ციხეში გაშვება ჟურნალისტის აქტიურ სამოქალაქო პოზიციას და სამშობლოს სიყვარულს უკავშირდება. აქტიური იყო Facebook-ზე, აქტიური იყო აქციებზე, გაზაფხულის აქციებიდან, ჯერ კიდე გავრილობის ღამიდან მოყოლებული. ისედაც მთელი ცხოვრება, მე თვითონ ვიყავ ისეთი აქტიური, ნიკა 7 წელს იყო, 8 აპრილს 99 წელს გულისხმობ, ჩემი ორი პატარა ბავშვით, მესამეზე ფეხმძიმე ვიდექით იქ. ეს ყველაფერი ახსოვს, ეს ბუნებრივად აი სპეციალურად ასწავლი არა, ბუნებრივად. ნიკა კაციას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვას ედავებიან. ის ერთ-ერთია იმ დაკავებულებს შორის, რომელიც პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვის მოტივით დააკავა. ამ ბრალდებით ციხეში აქციის სხვა მონაწილეების გაუშვეს. ისინი, რომლებიც ქუჩაში იდგნენ და ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ. თითქმის ყველა საქმე იდენტურია, თუმცა გამოძიება ახალგაზრდების მიერ ჩადენილ დანაშაულს ვერაფრით ამტკიცებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არც ჩხრეკის კადრები და არც რაიმე ფაქტი გაუსაჯაროვებია, რომლითაც ნიკა კაციას მიერ ჩადენილ დანაშაულს დაამტკიცებდნენ. ეს გარემოება კი ოჯახისთვის მთავარი სახელმძღვანელოა იმის სათქმელად, რომ ნიკა კაციას ნარკოტიკები პოლიციამ ჩაუდო. პირველი ინფორმაცია რაც იყო ის, რომ დაკავებული იყო დიდი რაოდენობის ნარკოტიკების ფლოვის გამო. პირველი რაც გავიგე ეგ იყო. სიმართლე რო თქვა გამეცინა და დღემდე მეცინება თვითონ ბრალდებაზე. რადგან ერთი რო კარგად ვიცნობ ჩემ ძმას, მე ვიცი ზოგადად რა საქმიანობდა, რა წრეში ტრიალებდა, რა იყო მისი, ასე ვთქვათ, ჰობი თუნდაც ნებისმიერ ამაზე შეიძლება კიდე თვალი დამეხუჭა, აი რაღაც რო ეთქვათ მაგალითად რომ პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა, კიდე ვიფიქრებდი რომ შეიძლება გაბრაზდა იმ დონეზე, იმ ვითარებაში ისეთი სიტუაცია იყო, რომ ეგ არ გამიკვირდებოდა კიდე. მანაც საკითხავი არამდენად იზავდა ან არ იზავდა, მაგრამ ეგ კიდე არ გამიკვირდებოდა და ეს აბსურდი ჩემთვის დღემდე სასაცილო რჩება. პირდაპირ ვიძახი, რომ ის რაც უწერიათ პროკურორები არიან თუ ვინც არიან საქმის მასალებში, რომ ნიკა კაციას აღმოაჩნდა ჯიბეში 14 გრამი კოკაინი, ეს არის აბსურდი, რა თქმა უნდა ჩადებულია, მაგრამ ჩადებულიც უნიჭოთ არის, რადგან ამ მტკიცებულება არ არსებობს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა იმ დროს დააკავეს, როცა სახლიდან რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ნიკა კაციას ოჯახმა მისი დაკავების შესახებ იმ დროს გაიგო, როცა მათ სახლში პოლიცია მივიდა. კორპუსთან გაჩერებული ტაქსი ჩაჯდა ეს ტაქსში და თვითონ ყვება ერთი მომიჯდა მარცხნიდანო და მეორეო პირდაპირ გაგებით მარჯვნიდან დამაფრინდა თავზეო. ანუ კორპუსთან ელოდებოდნენ ჩასაფრებულები იყვნენ. კი, მე სადღაც პირველის ნახევარი იყო, მე ახლა ხო არ ვიცი. პირველის ნახევარი იყო და მე უკვე კარებზე მიკაკუნებენ. პოლიციიდან ვარო და რა კავშირი აქვს ჩემთვის პოლიციასთან მეთქი. ეჭვი მაქვს, რომ ალბათ აქ უნდათ ჩადება. სახლში. ალბათ. ხო, აბა აი რა, თუ იქ ჩაუდეს, აქ რაღა უნდათ. ან კიდე უარესი, იქ ხო ის ჩაუდეს, ოღონდ თვალი და არ უნახავს ნიკას რა ჩაუდეს. არ უნახავს ის ნარკოტიკი თვალი. აქ შეიძლება იარაღი ჩაედოთ. მიდი დაუმტკიცე. თან მარტო ვიყავი. რეჟიმი პროტესტის მონაწილე პატიმრების დასჯას ციხეში საგრძელებს. ზეწოლის და ღირსების შემლახავი გარემოს შესახებ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის ოჯახი ყვება. რამდენჯერმე შესრული საკანი, ანტისანიტარია, ტელევიზორის აკრძალვა, სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვა. პროევროპულ აქციაზე დაკავებული ტელეწამყვანის ოჯახი მთავარ არხს უყვება, რომ ციხის ადმინისტრაცია კაციას მორალურად გატეხვას ცდილობს. სწორედ ამას უკავშირებენ შეცრულ საკანსა და იმ გაუსაზლის პირობებს, რომელშიც პატიმარი იმყოფება. ძალიან ცუდ საკანშია, ცუდს გულისხმობ, რომ ანტისანიტარია საკანში.
გუშინ ჯერ კიდევ არ გქონდა, ანუ ადმინისტრაცია არაფერს არ იძახდა. დღეს ჩვენ როსთან საუბრისას გავარკვიე, რომ რეალურად ადმინისტრაციამ შეუტანა რაღაცა ოქმი, სადაც ხელი უნდა მოეწერა ნიკას, რომ არაფერზე პრობლემა არ ქონდა, არც ადმინისტრაციასთან, არც ციხის დირექტორთან, რომ ყველაფერი წესრიგშია და ნორმაშია. ჩვენზე ამაზე ხელი არ მოაწერა. შედეგად იყო მუქარა, რომ რახან არა წერ, მაშინ ვერაფერს ვერ ეღირსები და დღემდე არის მაგ მდგომარეობაში. ქიმია მოითხოვა რომ დაისუფთავებინა იქაურობა, ხსნარები რაღაცა რაც არსებობს, რაზეც უთხრეს რომ არ აქვთ. მისთვის არავის არ განუმარტავს თუ რატომ მოხდა ცვლილება და რატომ აღმოჩნდა ამ საკანში, ამ პირობებში. მას არ აქვს საკანში ტელევიზორი, 3 დღე ინფორმაცია არ მიუღია მიმდინარე მოვლენებსა და ვითარებაზე და აქედან გამომდინარე არის სწორედ ეს პრობლემა მისთვის, ვინაიდან კომუნიკაციის გარეშეა დარჩენილი. ნიკა კაციას უფლებებს ადვოკატი ნინო ლომინაძე იცავს. მისი მონაყოლით მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე დღის წინ საკნიდან ღამით რამდენჯერმე გაიყვანეს და პირდაპირ უთხრეს, რომ დარეკვის უფლება აღარ ჰქონდა და რომ ოჯახის წევრებთან კონტაქტს ვეღარ შეძლებდა. ღამის საათებში ყავდათ გაყვანილი ადმინისტრაციას და არ ყვევდნენ თუ რა პრობლემები ქონდა. სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა პირები პერიოდულობით ეძახდნენ და გაყავდათ. რის შემდგომაც ნიკა მითხრა, რომ გარკვეული ზეწოლას გრძნობდა, ვინაიდან მაგ დროს პატიმარს უნდა ეძინოს და თუ რატო იბარებდნენ და რატო გაყავდათ მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა დღის ასეთ ღამის მონაკვეთებში და თავისთავად განმარტა, რომ ეს იყო მისთვის ცოტა სტრესული და ზეწოლის ნიშნებსაც შეიცავდა. ნიკა კაციას საქმეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს. შესაბამისად მოლოდინი იმისა, რომ საქმის მოსამართლე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იქნება, არავის აქვს. სიმართლე რო თქვა, არც სასამართლოსგან, არც მთავრობისგან დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, საერთოდ არანაირი მოლოდინი არ მაქვს. არც იმას ველი რომ გირაოთი გამოუშვებენ, არც იმას ველი რომ ბრალს წაიღებენ, ანუ რაღაცა ლოგიკური დასკვნის გაკეთება ძნელია და რაღაცა ჯაჭვია აგო რა შეიძლება გააკეთონ, იმიტომ რომ მთავრობაშიც, სასამართლოშიც, ამ სტრუქტურებშიც არიან ადამიანები, რომლებმაც თვითონ არ იციან რას ეკეთებენ. ნიკა კაციას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვა შედავებიან, რის გამოც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. კაციას საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 იანვარს გაიმართება. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ამ დღეს მოსახლეობა კიდევ ერთ დიდ სპექტაკლს იხილავს და კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ სასამართლო არალეგიტიმური ხელისუფლების მორჩილებაშია.